ვიხსენებთ ყველა ორგანიზატორს, ვინც ამ და საერთო პირველ ყოვლისა სუბიექტისგან და ბუნების დასამალი არ არის, რომ ის მნიშვნელოვანწილად იყო, რა თქმა უნდა, ამ ქმედებების განეიტრალება და ერთდროულად დემოკრატიული სახელმწიფოს შემეძლობა უსწრაფესად გატარდა ისეთი რეფორმები, რომელიც ანალოგიურად, რომელიც მოდიოდა საზოგადოებიდან დაგროვდა ჩვენ საზოგადოებაში და ის შესაბამისად ჩვენი მეგობრები, კოლეგები ესაუბრებოდნენ იმაზე, თუ რა გავაკეთოთ საქართველოს პოლიტიკური პარტიების ხარდასაჭერად. ჩემი შეთავაზება იყო გავეკეთებინა სწორედ ასეთი ღონისძიება საქართველოს 2020. გაცილებით მარტივია შევთანხმდეთ ჩვენ მომავალზე, ვიდრე შევთანხმდეთ დღევანდელ ძალიან კონკრეტულ საკითხებს. დღეს და ხვალ მე მგონი ჩემი კოლეგები პოლიტიკური პარტიებიდან, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეძლებენ ძალიან ესეთი კონკრეტული სურათის დახატვას. ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური რეპრესიების პირობებში უხდება მოღვაწეობა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია პოლიტიკური კონსენსუსი შედგეს, იმიტომ რომ ქვეყანა არის ეკონომიკურ კრიზისში, ბიუჯეტში არის მილიარდიანი გარღვევა და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს არა მთავარი ოპოზიციური პარტიის განადგურების ცდილობა მთავრობისგან, არამედ კონსტრუქციული დიალოგი იმისათვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს.